დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც არის ყველაზე დიდი ფასეულობა, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და ამიტომ ნებისმიერი ნაწილი ჩვენი გადაცემის სწორედ ამ თემას ემსახურება, ამ სათქმელს ემსახურება, ამ დამოკიდებულებას ემსახურება. როდესაც ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპს მივადევნებთ თვალყურს, ჩვენ ვითვალისწინებთ, რა სჭირდება ადამიანს ნორმალური განვითარებისთვის, სიცოცხლისთვის, ცხოვრების ხარისხისთვის. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან ეს არის ადამიანის ორგანიზმის, ახალშობილის ორგანიზმის უზრუნველყოფა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რასაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კვება. თანამედროვე მედიცინა ადასტურებს მრავალრიცხოვანი კვლევებით წლების მანძილზე, რომ ბუნებრივ კვებაზე აღმატებული მოდელი კვებისა ადამიანის სიცოცხლის პირველ ეტაპზე არ არსებობს. მრავალი მიზეზის გამო ეს არის მეცნიერების მიერ აღიარებული ჭეშმარიტება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა ყოველგვარი სამედიცინო განათლების და სამეცნიერო მტკიცებულებების გარეშეც. თუმცა მტკიცებულება ძალიან ბევრია და მე მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რა ღირსება აქვს დედის რძეს, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვუპასუხოთ. დედის რძე ეს არის უნიკალური, სრულყოფილი ნაკრები ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებისა, რომელიც სიცოცხლის პირველივე წუთებიდან სჭირდება ადამიანს ამ სამყაროში მოვლინებისთანავე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, კიდევ რა ღირსება აქვს დედის რძეს, ჩვენ და გაგვახსენდეს, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ ეტაპზე. დედის რძეს შეუძლია ამის უზრუნველყოფაც, როდესაც დედა მზა ნაკრების სახით ანტისხეულებს თავაზობს იმუნური სისტემის განსამტკიცებლად, მისი ორგანიზმის დასაცავად. უამრავი სხვა ღირსება შემიძლია ჩამოთვალო დედის რძესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მინდა ზოგადად ბუნებრივ კვებაზე გითხრათ. განა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმაზე სტერილური, იმაზე ოპტიმალური, იმაზე ხელმისაწვდომი პროცესი კვებისა, ვიდრე ბუნებრივი კვება, ამინდის, გარემოს, ვითარების, გუნებგანწყობის მიუხედავად. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ბუნებრივ კვებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ ეტაპზე სწორედ დედის რძის შემადგენლობაში არსებული საკვები ნივთიერებების განსაკუთრებული მოლეკულები შეითვისება ახალშობილის მიერ. არასდროს მსგავსი რამ ჩვენი სიცოცხლის არც ერთ ეტაპზე აღარ ხდება. მხოლოდ დედის რძიდან ვიღებთ ასეთ ნივთიერებებს და მხოლოდ დედის რძით მიღებულ ამ ნივთიერებებს ვითვისებთ ამ ფორმით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მსგავსი რამ არასდროს ჩვენ სიცოცხლეში აღარ ხდება. არც ერთ ასაკში. რა თქმა უნდა, ის კომუნიკაცია, რომელიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში დაიწყო დედასთან, გრძელდება ბუნებრივი კვების პროცესში და ეს განსაკუთრებულ ფსიქოემოციურ მიჯაჭვულობას აყალიბებს, განსაკუთრებულ ბმას აყალიბებს და არა მხოლოდ. ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ჩვენი დღევანდელი სიახლე. ჩვილი ბავშვის ნაწლავები და დედის რძე ერთმანეთთან დაკავშირებულია ბაქტერიებით. ეს გახლავთ ახლახან გამოქვეყნებული ახალი სტატიის სათაური ჟურნალში Nature Communications, სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა ახალი კვლევის შესახებ ინფორმაცია და ერთი შეხედვით ეს არის მორიგი ახალი კვლევის სათაური, თუმცა რეალურად მეცნიერებისთვის ეს გახლავთ ახალი ეპოქის, ახალი ერის დასაწყისი. თქვენ დარწმუნებული ვარ, მკითხავთ რატომ? პასუხი ძალიან მარტივია. დედის რძე გამოირჩევა მაღალი ცხიმიანობით და როგორც წესი, მასში ძალიან დაბალია ბაქტერიული დატვირთვა. ამიტომ მეცნიერებს ყოველთვის უჭირდათ დედის რძის მიკრობიომის შესწავლა და გენომური მასალის აღება. ამჯერად კვლევის ავტორებმა არა უბრალოდ მასალა აიღეს და შეისწავლეს, არამედ დაადგინეს, რომ დედის რძეში და ბავშვის ნაწლავში არის ერთი და იგივე ბაქტერიების შტამები. და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბაქტერიები და ეს შტამები ვერტიკალურად დედის ორგანიზმიდან ჩვილის ორგანიზმში ვრცელდება ბუნებრივი კვების პროცესში.
განსაკუთრებით საგულისხმო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საერთო შტამებს შორის გამოირჩევა ეგრეთ წოდებული ბიფიდუმ ბაქტერიები, რომელსაც დედის ორგანიზმი აწვდის ჩვილს, აწვდის დედის რძესთან ერთად და სწორედ ამ ბაქტერიების დამსახურებით ჩვილი უკეთ მოინელებს დედის რძის შემადგენლობაში არსებულ შაქარს და სწორედ ეს ბაქტერიები ეხმარება ჩვილის ნაწლავს ჯანსაღი განვითარებისთვის. და კიდევ ერთი ფაქტი. მეცნიერებისთვის მოულოდნელად დედის რძეში აღმოაჩინეს გამორჩეული ბაქტერიები და სპეციფიკური შტამები, რომელიც როგორც წესი ასოცირდება პირის ღრუსთან. ეს ფაქტი აღმოჩნდა სრულიად მოულოდნელი, თუმცა მეცნიერებმა ეს ყველაფერი ახსნეს ეგრეთ წოდებული რეტროგრადული ნაკადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ძუძუს წოვის პროცესში, ანუ ბუნებრივი კვებისას, ბავშვის პირის ღრუდან კონკრეტული ბაქტერიები აღმოჩნდება სარძევე ჯირკვლის სადინრებში და შესაბამისად დედის ორგანიზმში. სწორედ ასე ხდება შემდეგ დედის რძეში. ანუ გამოდის, რომ დედა და შვილი ბუნებრივი კვების დროს მუდმივად ცვლიან ბაქტერიებს და მათ საერთო მიკრობიომი უყალიბდებათ. როდესაც ოჯახურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გვახსენდება მთავარი სათქმელი, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და ერთმანეთის გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ოჯახის შიგნით, როდესაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს და პატარებს ეხებათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენი დამოკიდებულება განსაკუთრებით ფაქიზი, სათუთი, მზრუნველი ხდება და ეს გასაკვირი არ არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მდგომარეობა, როდესაც ჩვენი პატარა ავად ხდება. აი ასეთ დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ უფროსებს და ამ პასუხისმგებლობასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ცოდნა და განათლება. რასაკვირველია, ყველას არ მოეთხოვება სამედიცინო განათლება და არც არის ამისთვის საჭირო სამედიცინო განათლება. მაგრამ მშობლის პასუხისმგებლობა, უფროსების პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ გადამოწმებული ინფორმაცია გამოვიყენოთ ჩვენ შურლებთან ურთიერთობაში და ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე სანდო, საეჭვო ინფორმაციას არ დავეყრდნოთ იმისთვის, რომ ზიანი არ მოუტანოთ მათ ჯანმრთელობას. თქვენ გახსოვთ ჩვენი დამოკიდებულება და თქვენ გახსოვთ ჩვენი ტრადიციები. სწორედ ამ ტრადიციის ფარგლებში, სეზონური პრობლემების გათვალისწინებით, დღეს ჩვენ თქვენ თხოვნით ვსაუბრობთ ოჯახურ პრობლემებზე, რეალურად ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მშობლების პასუხისმგებლობაზე და იმ ცოდნაზე, რა უნდა იცოდეს მშობელმა, რა შეიძლება გააკეთოს და არ გააკეთოს და ამასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის მეგობარი და ჩვენი გადაცემის დიდი გულშემატკივარი გახლავთ ჩვენი სტუმარი, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, პედიატრი პროფესორი ბატონი თემურ მიქელაძე. თემო, დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თემო, ვიდრე უშუალო თემაზე დავიწყებთ. როდესაც უკვე შემოდგომის მიწურულს, ზამთრის დასაწყისში რესპირაციული ინფექციების ტალღა უკვე თვალშისაცემია ხოლმე, მშობლები ყოველთვის ძალიან ღელავენ. გვაქვს თუ არა რამე განსაკუთრებული რესპირაციული ინფექციების თვალსაზრისით, ვირუსული ინფექციების თვალსაზრისით, ახლა რომელი დაავადებები ჭარბობს უფრო ხშირად და პედიატრიულ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რა პრობლემის გამო ხვდებიან პატარები ექიმთან? რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და არც მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ჩვენი ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ვირუსული ინფექციები, რესპირაციული ვირუსული ინფექციები გავრცელებას იწყებს დაახლოებით ოქტომბრის, ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის და პრაქტიკულად ყველა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექცია ცირკულირებს და შემდეგ უკვე დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში იწყებს უკვე გრიპი გავრცელებას, როგორც არის ხა გავრცელებული, პრაქტიკულად ყველა ტიპია გრიპის, უფრო ხშირად იყო H3N2 ტიპის და შესაბამისად H1N1 და B ტიპი და პრაქტიკულად სხვა რესპირაციული ინფექციები. უბრალოდ აქ არის მთავარი, რომ ჩვენ როგორ ინფორმაციას მივაწვდეთ მოსახლეობას. რამე თუ აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, უამრავი ინფორმაცია არსებობს, ზოგ შემთხვევაში მთავარი მიზანი ჩვენი უნდა იყოს, რომ პანიკას არ მოვიცვათ. პანიკა რას იწვევს? ნეირობიოლოგიური აქტივობის დაქვეითებას, როგორც მშობელში, ისე ბავშვში, შესაბამისად გადატვირთვას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯერ პირველად რგოლის და შემდეგ უკვე სტაციონარის, ამიტომ რომ როგორც წესი, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს და სწორად მოვახდინოთ დაავადების დიფერენცირება, სიმძიმე შევაფასოთ და ჯანმრთელი ბავშვები არ მოვახდინოთ სტაციონარში. რამე თუ როგორც მოგეხსენებათ, საბედნიეროდ ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია როგორც წესი არ გვაქვს, ხო? აქ არის აი ბოლო პერიოდში თითზე ჩამოსათვლელია და ჩვენთვის
თავარი რისკი სწორედ ეს ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვები არიან, რამე თუ ამ ბავშვებთან კაის დაავადების დროული დიფერენცირებაა საჭირო, დროული დიაგნოსტირება და შესაბამისად ზოგ შემთხვევაში ისიც ამბულატორიის პირობებში მართვა, უმრავლეს შემთხვევაში ან მისი დროული რეფერალი უკვე კლინიკაში და სწორედ ამ ბავშვებს უნდა ჩაუტაროთ ის პრევენციული ღონისძიებები, რაც უნდა გავაკეთოთ ოქტომბერში და ნოემბრის თვეში და ჩვენ პრევენცია არ უნდა გავახსენდეს დაუშვათ იანვრის ბოლოს. ამიტომ ჯობია პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ, ეს იქნება ვაქცინები, იქნება სხვადასხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა თუ ასე შემდეგ, არ უნდა გაგვახსენდეს უშუალოდ დაავადებების მართვისას და მე სულ ჩვენ თვის არის ექიმებისთვის აუცილებელი თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს და ამას ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველკვირეულ რეჟიმში გვაწვდის და სხვა შემთხვევაში დადასტურება ეს ტერმინი ძალიან ცუდად ხვდება ხოლმე ყურში რა არ არის აუცილებელი რომ ბავშვებს სხვადასხვა ინვაზიური მეთოდებით ეგრეთ წოდებული მანიპულირება ჩაუტაროთ ტესტირება აუცილებლად ხო ტესტირება და დავადასტუროთ ახლა ეს არის A ტიპის გრიპი, B ტიპის გრიპი თუ COVID თუ ასე შემდეგ ძირითადად ეს ტესტებია ხო რატომ ეს არ შეცვლის თქვათ მიდგომას მკურნალობის ტაქტიკას შეიძლება მშობელს ეს კითხვა გაუჩნდეს ტესტირების დროს შეიძლება უკეთესად შევარჩიოთო სამიზნე რა თქმა უნდა სამიზნეს ჩვენ ვარჩევთ ისედაც კლინიკური მომართვიანობის გამო კლინიკური ნიშნები ახლა არასოდეს რინოვირუსულ ინფექციას და ადენოვირუსულ ინფექციას და სხვა მაღალი ცხელება ყველა შესაბამისად ტოქსიკური გამოვლინება ტოქსიკოზის ნიშნები არ ახასიათებს გრიპის გარდა მთავარი დიაგნოსტირება უნდა ჩატარდეს კლინიკებში კლინიკებში აუცილებელია ტესტირება რამე თუ ეს პაციენტის დროული რეფერალი მოახდინონ და დროულად მოათავსონ იმ განყოფილებაში სადაც დაუშვათ სხვა ქრონიკული პათოლოგიის ან სხვა პათოლოგიის ბავშვები არ წვანან, რამე თუ მათი გრიპი არ გადაედოს ამ ბავშვებს. ხო, აი ამ შემთხვევაში აუცილებელი, მაგრამ როდესაც დაახლოებით 20-25 ერთდროული გზავსი კლინიკური ნიშნებით მოგმართავს ბავშვი, ხო, ამბულატორიულ მიღებაზე იქნება თუ სტაციონარულ მიღებაზე, როდესაც რაში ჭირდება ეს დიაგნოსტირება, ხო? ეს არის ზედმეტი ინვაზიური მეთოდი, ზედმეტი ხარჯი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამე თუ ჩვენ ვიცით, რომ დაუშვათ დეკემბერში გავრცელება დაიწყო H3N2 და H1N1 ტიპის გრიპმა, უფრო მეტი არის H3N2, ეს არის კიდევ ერთხელ მეორე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავის საყრდენი ბაზებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩვენ ყოველკვირეულად გვაწვდის ამ ინფორმაციას და რა თქმა უნდა, აქაც არის საუბარი რა დავიწყოთ მკურნალობა, ხო? ჩავრთათ ანტივირუსული პრეპარატი თუ ანტივირუსული პრეპარატის გარეშე უკურნალოთ. პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვს არ ჭირდება განსაკუთრებული მკურნალობა. ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, ანტივირუსული პრეპარატი 10-12 წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველად მისი გამოყენება, რამე თუ გრიპი მანამდეც იყო, შემდეგი 100 წლის შემდეგ იქნება და 2-3 წლის წინ არავინ არ ადასტურებდა. ეხლა ეს არის H1N1, H3N2 და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ლაბორატორიაში ეწოდა H1N1, როდესაც H1N1 და H3N2-ს ადასტურებს უკვე აი ესეთი მაღალი მტკიცებულების და მაღალი ლაბორატორიები, მაღალი სტანდარტის ლაბორატორიები და სწრაფი ტესტით არ დასტურდება. ეს დასტურდება A გრიპი გვაქვს, B გრიპი გვაქვს თუ დაუშვათ COVID-ი. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ადიფერენცირებ, ეს არის H1N1, ჭხილებში ღორის გრიპი, გავრცელებული იყო ეს ტერმინი, მე ვფიქრობ, რომ იქ არ უნდა იხმაროს საერთოდ და შესაბამისად აი აქ თუ ჰონკონგი, რას საჭიროა ამის დიფერენცირება პაციენტთან, ხო? A გრიპი, აბა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, ჩართოს ამ ანტივირუსული თერაპია, რაც ბავშვებში ინიშნება, არც თუ ისე ხშირად უნდა დაინიშნოს და ეს არანაირი მტკიცებულება არ არის მისა, თუ ბავშვს არ აქვს იგივე რისკ ჯგუფი, რაც 10-ს მიეკუთვნება, ხო? რისკ ჯგუფი რა არის? 5 წლამდე ასაკის მძიმედ მიმდინარე ბავშვები, დაუშვათ მძიმედ მიმდინარე, თუმცა რომ SUV გრიპსაც თავის მიმდინარეობა აქვს სუბუქი, საშუალო სიმძიმე და მძიმე. აი ამ მძიმე შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ქრონიკული პათოლოგიის მქონე ბავშვებში, როგორც არის გულსუზაღთა სისტემის, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, დაუშვათ ბრონქული ასთმა და ასე შემდეგ. აი ამ ბავშვებისთვის შეიძლება იყოს გრიპი დამაზიანებელი და მძიმედ მიმდინარე და ეს პაციენტები ხშირად ხვდებიან ხოლმე კლინიკაში, მაგრამ სხვა შემთხვევაში ჯანმრთელ პაციენტს საერთოდ არ ჭირდება, ეს არის სითხეების დატვირთვა, სხვადასხვა ანტიპირეტიული საშუალებების ჩართვა და ძირითადი მომართვიანობა ავადობისა რა არის ბავშვების, ეს არის ცხელება და ხველა. ორივე არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, კონკრეტულ შემთხვევაში დაუშვათ თუ დაავადების გამოწვევის მიზეზი ცნობილია და ვირუსული ეტიოლოგიის არის, ცხელებას კი არ უნდა ვებრძოლოთ, თუ ბავშვი იტანს ცხელებას, შესაბამისად სასურველია რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული სიცხის დამწვევი საშუალებები და განსაკუთრებით ექიმი არ უნდა დანიშნოს ფიზიკური მეთოდებით გაგრილება, თუ არ არის რაღაც მძიმე ნევროლოგიური დარღვევები, ისიც ამბულატორიის პირობებში, ხო? ჩვენ ექიმები ვიყენებთ ტრადიციულ მედიცინას, არსებობს არატრადიციული მედიცინაც, ეხლა
არა, იმიტომ რომ აქაც არის დიფერენცირება, როცა ბავშვს აქვს ხელფეხი გაყინული და პირიქით ჩვენ დავზილოთ, გრილი პირიქით შეიძლება ტემპერატურა მაღალზე ავაგდოთ და განვითარდეს ფებრილური გულყრა. ამიტომ ცხელების მართვის მიმდინარეობისას ერთხელ მაინც აუცილებელია ექიმთან სატელეფონო კონსულტაცია იქნება, ზოგ შემთხვევაში მასთან მისვლა, იმიტომ რომ სატელეფონო კონსულტაციის საკმაოდ რთულია შეფასება, მე ძალიან მიჭირს. იმიტომ რომ კი, თუ ერთხელ ყავს პაციენტი ნანახი, შესაბამისად შემდეგ მეორე, მესამეჯერ შეიძლება მიცე ეს სატელეფონო კონსულტაცია, თუმცა ნებისმიერი დაავადების მართვისას, ისევე როგორც ექიმმა, მშობელმაც უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, მშობელმაც უნდა ისწავლოს რა პირველადი დახმარება უნდა აღმოუჩინოს ბავშვს ექიმამდელ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავარ სათქმელთან ახლა უნდა მივიდეთ, თქვენ მოასწარით და თქვენს აი ამ შესავალ ნაწილში ძალიან ბევრი პრაქტიკული რეკომენდაცია ჩართეთ. თქვენ რა კი შეეხეთ ნაწილობრივ პასუხს კითხვაზე, როცა ბავშვი ავადა, რამდენად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის მოდით უხეშად ვიტყვი სასტარტო მდგომარეობა, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვზე საუბრობთ თუ პატარაზე, რომელსაც რესპირაციულ ინფექციამდე ან სეზონურ ვირუსულ დაავადებამდე ისედაც რაღაც სხვა პრობლემა ჰქონდა და რომ ამ დროს სრულიად განსხვავებულია მიდგომა, თქვენ ამაზე უკვე ისაუბრეთ. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც როგორც მოცემულობა ისე უნდა გავიაზროთ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც სიტყვა ბავშვს ვახსენებთ, ჩვენ გულისხმობთ საკმაოდ დიდი დიაპაზონის ასაკობრივ ჯგუფს, 0-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანებს. როდესაც ორგანიზმი სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაშია, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს, თუნდაც დაცვითი თვალსაზრისით, იგივე იმუნური სისტემის ფორმირების და მზაობის თვალსაზრისით, ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ, როცა ბავშვი ავადა არის 0-დან 18 წლამდე, ტაქტიკა განსხვავებული უნდა იყოს. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ არა პედიატრის ტაქტიკაზე, რომელიც თქვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში თანძდევს თქვენს ყოველდღიურ რეალობას, ხო? აქ ლაპარაკია მშობელზე, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, დედაზე, მამაზე, ბებოზე, ბაბუზე, სახლის პირობებში, როდესაც მათ ეშინიათ დაუშვან შეცდომები და ძალიან კარგად უნდა გამიჯნონ, რა შეიძლება გააკეთონ ბავშვისთვის კარგი და რა არ უნდა გააკეთონ ბავშვისთვის დამაზიანებელი. 0-დან 18 წლამდე ჩვენი ტაქტიკა განსხვავებული უნდა იყოს ოჯახის პირობებში. რა თქმა უნდა, და მთავარი ავადობის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორი იდენტური ბავშვი არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ის არის ინდივიდუალური და შესაბამისად თითოეულ ბავშვს შეიძლება დაჭირდეს ინდივიდუალური როგორც მიდგომა, მშობლის მიდგომა, ექიმის მიდგომა, ისე შესაბამისად პერსონალური საჭიროების შესაბამისად. საჭიროების შესაბამისად, მიუხედავად თავისი ასაკისა. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული რისკები, ეს არის დაუშვათ ახალშობილობის ასაკი 0-დან 28 დღემდე, 28 დღიდან ჩვილობის ასაკი 6 თვემდე, 6 თვიდან წლამდე, წლიდან 3 წლამდე, 3-დან 5-მდე და ასე შემდეგ. სწორედ ეს ამ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მშობელს, თუ როგორ უნდა მართოს ექიმამდელ პირობებში ბავშვი, ეს იქნება დაუშვათ ძირითადი მომართვიანება, რაიც ვირუსული ინფექციების დროს რა არის ცხელების დროს კიდევ ერთხელ არ უნდა ავღელდეთ და არ უნდა დავიწყოთ რაღაც განსაკუთრებული ზედმეტი ჩარევები, უნდა მივცეთ ანტიპირეტიული საშუალება, სიცხის დამწევი და არ არის აუცილებელი ექიმთან დარეკვა რა დოზით მიცეს. ყველა ანტიპირეტიულ საშუალებას აწერია თავისი მოხმარება, თავისი დოზირება და შესაბამისად ამაში დრო არ უნდა დავყარგოთ. რამე თუ ზედმეტი არის პანიკით, მიგივე დარეკვით შეიძლება ვერც დაუკავშირდეთ და შეიძლება გაგვივარდეს ტემპერატურა და 3-5%-მდე განსაკუთრებით ადრეულ წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს ხოლმე ფებრილური გულყრები. ამიტომ და აქედან იწყება მერე პანიკა, სხვადასხვა ბლაგვის საგნებით პირის გაღება, ბავშვის და ელემენტარული დამაზიანებელი მოქმედება. თუმცა ბოლო დროს იგივე თქვენი საინფორმაციო, სხვა საინფორმაციო საშუალებებით, სოციალურ ქსელებით ეს სწორი ინფორმაცია მშობლებს მიეწოდება. ბოლო პერიოდში ბევრად განათლდა მშობლები თვითონაც ცდილობენ 30 წელია თემო ამაზე ვსაუბრობთ და ბოლო 17 წელი ყოველ დღე პირდაპირ ეთერში. ეს თქვენი დამსახურებაც არის და მთავარი არის როგორ სწორ ინფორმაციას მივაწვდით მშობელს. და შესაბამისად აი მე მქონია შემთხვევები, როდესაც თქვენი გადაცემიდან აი გუშინ წინათ მქონდა ესეთი შემთხვევა, რაღაც კვლევები ჩაატარა მშობელმა, თუმცა რა თქმა უნდა ეს კვლევები ზოგ შემთხვევაში მისთვის მისაღები იყო, ზოგ შემთხვევაში არა, მაგრამ რატო არა? უბრალოდ სწორად ჰქონდა იმ მშობელს ჩატარებული ის კვლევები, რასაც ექიმები ურჩევდნენ, ხო? ზოგ შემთხვევაში, ამიტომ მთავარი რა არის, სწორი ინფორმაცია, სწორი მართვა, იგივე ლიტერატურის მოძებნა, იგივე სხვადასხვა
საიტების მოძებნა, სხვადასხვა საწყაროებია, ინტერნეტ წყაროები, სადაც მშობელი იძენს, როგორც ესეც უნდა გადამოწმდეს, რამდენად სანდო წყაროა და იმ სანდო წყაროს ყველას უწერია თავისი, დაუშვათ ეს არის ამერიკის პედიატრთა აკადემია, საქართველოს პედიატრთა აკადემია, დაუშვათ ის ექიმის სწორი გვერდია თუ არა, ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ყალბი და ეს საკმაოდ ბევრია. და სწორედ ამ სიყალბის გამო შეიძლება ბავშვი დამძიმდეს და მოხვდეს და მშობელი შეცდომაში შეიყვანოს ამ ინფორმაციამ რაღაცის რეკლამის გამო გაკეთებული, ხო? ამიტომ ეს სწორად უნდა შეაფასოს მშობელმა. მოდით ემო პრაქტიკულად გავყვეთ ამბავს და ვთქვათ, იგივე აი მცირე ასაკის ბავშვები, მაგალითად 0-დან რომელი ასაკი ავიღოთ? 0-დან 6 წლამდე. 0-დან 6 წლამდე. აი მოკლედ მოვყვეთ, რას აკეთებთ? სიცხის დამწევი შეიძლება მშობელმა გამოიყენოს ასეთ შემთხვევაში 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, პირველ ჯერადად და ოღონდ 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვი აუცილებლად უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, რამე თუ 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უფრო მეტად გვაქვს სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციები. აი მაგალითად, იმიტომ რომ სოციალიზაცია, აქტივობა იზრდება 6 თვის შემდეგ. 6 თვემდე ბავშვს და წლამდე დედის იმუნიტეტი თუ განსაკუთრებით ძუძუზეა, დედის ძუძუზეა, შესაბამისად იცავს სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გამო. ამიტომ ძირითადად მაინც არის ბაქტერიული ინფექციები, თუ რესპირაციული ინფექციები ჭარბობს 3 წლის შემდგომ ბავშვებში, აი მაგალითად 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, შეიძლება უფრო მეტი იყოს საშარდგზების ინფექციის გამო მომართვიანება და აქაც არის სწორი დიფერენცირება, რა თქმა უნდა, მშობელმა უნდა გამოიყენოს სიცხის დამწევის საშუალება ბინის პირობებზე და აუცილებლად 0-დან 28 დღემდე, 28 დღიდან 6 თვემდე ბავშვი დროულად იმ წუთასვე და 2-3 საათში უნდა აჩვენოს. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი? შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი მეტნაკლებად მაინც ითმენს, ძირითადად მაინც აი ამ სეზონზე გვაქვს რესპირაციული ვირუსული ინფექციების გავრცელება, ძირითადად COVID-ი როდესაც იყო COVID პანდემიის შემთხვევაში 0 დღიდან ქონდა გავრცელება, იმიტომ რომ ეს ახალი ინფექცია, მის მიმართ არ ქონდათ იმუნიტეტი და განსაკუთრებით იმუნობიოლოგიური აქტივობა და არ არსებობდა. შესაბამისად, შემდეგ ასაკობრივ ჯგუფშიც მეტნაკლებად უკვე ბინის პირობებში შეიძლება მათი მართვა, არ არის აუცილებელი რომ იმ წუთასვე გადავიდეთ, თუ ამ ბავშვს არ აქვს რაიმე ქრონიკული პათოლოგია. თუ ქრონიკული პათოლოგია აქვს, დროული კონტაქტ სასწრაფოს გამოძახება ბინაზე და მისი დროული რეფერალი. მაგრამ საბედნიეროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვებში ქრონიკული პათოლოგია გვაქვს თითზე ჩამოსათვლელი და ეს უკვე ვიცით დაახლოებით 28 დღემდე უკვე გამოკვლეულია ეს ბავშვები ახალშობილობის პერიოდში ან უცლადყოფნის პერიოდში უკვე ვიცით რომ ამ რაღაც ქრონიკული პათოლოგია საბედნიეროდ ეს სკრინინგ მეთოდები ჩვენ ქვეყანაში კეთდება და მანამდე საერთოდ არ კეთდებოდა და ვიცით რომ ამ ბავშვებს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და შესაბამისად ვაკეთებთ იმ პრევენციულ ღონისძიებებს რომ ეს ბავშვები არ დაგვიმძიმდნენ და არ მოხვდნენ სტაციონარში ან რაიმე ქრონიკული პათოლოგია სხვა პათოლოგიით არ გაუხტულოთ. თემო, წინა სასკოლო ადრეული სასკოლო ასაკის და მოზარდები. ესენი ცოტა უფრო დიდები არიან, ბევრად უფრო ადვილია მათი ჩივილების აღქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად გუყვებიან თავიანთი განცდების, ტკივილის, ყველა იმ პრობლემის შესახებ. შეიძლება მათ სახელის დარქმევა უჭირდეთ, მაგრამ ბევრად უფრო ადვილია ამ ასაკობრივ ჯგუფთან ურთიერთობა. აქ არის რამე განსაკუთრებული რეკომენდაცია მშობლებისთვის, როგორ უნდა მოიქცეს? დიახ, განსაკუთრებული არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მე მქონია შემთხვევები, მშობელი უფროსთან განსხვავებით ბავშვი უფრო კარგად გიხსნის ხოლმე თავის დაავადებისას თუ რას ზოგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გვაქვს ეგრეთ წოდებული სიმულაციური შემთხვევები აი რომელიც ბავშვებს არ შეუძლიათ ხო განსაკუთრებული ორგანოების ტკივილი შეუძლიათ თქვენ ფეხის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულის არეში ტკივილი და ასე შემდეგ ეს ტკივილები როგორც წესი არის ფსიქოგენური სიმულაციური ტკივილი ზოგ შემთხვევაში ბაღში წასვლა არ უნდათ ზოგ შემთხვევაში სკოლაში წასვლა არ უნდათ ეს არის ადრეული ხადი არა ყველა შემთხვევაში მაგრამ ასეთი რამ დასაშვებია უფრო ხშირად ეს არის როდესაც ორგანული პათოლოგია არ აქვს, როდესაც ექიმთან მოდის, თვითონ როცა გეუბნება რომ რა ტკივა, უფრო ხშირად ეს მაინც არის სიმულაციური ტკივილი. რამე თუ მათ არ შეუძლიათ დიფერენცირება სხვადასხვა განსაკუთრებული ძირითადად შეუძლიათ თავის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ხო? აქაც რა თქმა უნდა მიდგომა სხვა არის, აქ უფრო მარტივია მართვა, მიუხედავად დაყოვნებისა ეს იქნება 1 დღე თუ 2 დღე, ჩვენ შეგვიძლია ზოგ შემთხვევაში დავაყოვნოთ მათ შორის ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას და ამბულატორიულ პირობებში ვმართოთ. რამე თუ როგორც მოგახსენებათ, აი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია ძირითადად უნდა იმართოს ამბულატორიულ პირობებში სპეციალური ანტიბიოტიკების თერაპიით და არ უნდა გამოვიყენოთ ინვაზიური მეთოდები ბინის პირობებში. საინექციო ანტიბიოტიკები, საინექციო საშუალებები უნდა დაუტოვოთ კლინიკას და შესაბამისად აი ამ დროს უნდა მოხდეს ამ პაციენტების რეფერალი. როგორი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს თქვა წინა ეპიზოდის ავადობის, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ბინის პირობებში. არ უნდა გავა და უნდა გავითვალისწინოთ რომ ამბულატორიულ პრაქტიკაში 2
2-3-ზე მეტი პრეპარატის დანიშვნა. ერთი ნოზოლოგიის მართვისას ეს უკვე არის პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია. ნებისმიერი დაავადების მართვისას პედიატრიულ ასაკში სასურველია მხოლოდ 2 ან 3 პრეპარატი და ლაბორატორიული კვლევები უნდა გავაკეთოთ ბავშვებისთვის და არა ლაბორატორიებისთვის. იმიტომ რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადეთ, რომ ეს ინვაზიური მეთოდები ბავშვებს ავარიდოთ. ერთი საკითხი და დავასრულებთ. საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ საუბრის პირველ ნაწილში და რომელიც შეიძლება ეხამუშა ჩვენ საზოგადოებას, ბავშვებს ხელები და ფეხები გაყინული რო აქვთ, ტემპერატურა რო იმატებს. ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე აი შემცირების ფაზასთან დაკავშირებული. ექიმები ამას რეპლიკაციას ვეძახით, ანუ ვარაუდობთ, რომ იმ ფაზაში საკუთარ თავს ბეჭდავს ვირუსი და როგორც ქსერო აპარატს ისე გვიყენებს ჩვენს უჯრედებს და მრავლდება. აი ამ ფაზაში შემცირება არის ხოლმე ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის კარგი გამოცდილება, ყველას ახსოვს ეს უსიამოვნო მდგომარეობა. გაიყინა ხელფეხი ბავშვს ამცინებს, მშობელი სრულად ბუნებრივად გრძნობს მოთხოვნილებას, რომ შეათვოს ბავშვი, დაუზილოს და ასე შემდეგ. არადა თქვენ ბრძანეთ, რომ ეს შეიძლება პირიქით გახდეს ტემპერატურის მატების საბაბი. ანუ სპირტით გაზელვა, ძმრიანი, თქვათ ხსნარით გაზელვა, ძმრიანი წინდები და ასე შემდეგ. ამას გულისხმობთ თქვენ? დიახ, მოდით შევახსენოთ ეს. არატრადიციული მედიცინა არა ვართ მიმდევრები და შესაბამისად არ უნდა მივცეთ ესეთი რეკომენდაცია. ერთადერთი გაყინული კიდურების შემთხვევაში, როდესაც სისხლი არის ცენტრალიზებული, აუცილებელია თბილი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კი ბატონო თბილი წყლით გამოვდავზილოთ, ან თბილ წყალში მოვათავსოთ, ძირითადად მაინც მე ურჩევ, რომ თბილ წყალში მოვათავსოს კიდურები. ანუ რეალურად გათბობაში ასე დავეხმაროთ. გათბობაში ასე დავეხმაროთ და იმ შემთხვევაში, როცა პირიქით ხურს ბავშვი უნდა გავაგრილოთ, ხო? ამ შემთხვევაში გავაგრილოთ არ ნიშნავს, რომ წყალში ჩავსვათ და იგივე გამოვიყენოთ ეს სხვადასხვა ალკოჰოლური საშუალებები, ხო, რომელიც კატეგორიულად დაუშვებელია და პირიქით შეიძლება კანი დავაზიანოთ, ზოგ შემთხვევაში მოხდეს გადაცდენა, ზოგ შემთხვევაში თვალის დამწვრობა. აბა გრილი წყლის საფენი გამოდგება ასეთ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ხურს, მაგრამ სხვა შემთხვევაში აუცილებელია ჯერ სანამ ამას გამოვიყენოთ ანტიპირეტიული საშუალებები. ანტიპირეტიული საშუალებები ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორმაგი დოზითაც ერთჯერადად მიცეს. ოღონდ სასურველია, რომ ერთი დაავადების მართვისას სხვადასხვა ჯგუფი არ გამოვიყენოთ, ხო? საკმაოდ ხშირად ხდება, ხო? იწყებს დაუშვათ იბუპროფენს, მერე აცეტამინოფენს ამატებს მშობელი. ამიტომ ჯობია აცეტამინოფენის დოზა გავზარდოთ, ორმაგი დოზა მივცეთ, ვიდრე 2 კომბინაციაში გამოვიყენოთ. ამიტომ ჩვენ ასეთ რეკომენდაცია ეს მშობლებმა პრაქტიკულად ყველა მიციან, რომ ცივი კიდურები, როდესაც არის, წინდავს თუ ჩავაცმევთ გრილ წინდავს პირიქით ტემპერატურა შეიძლება ავარდეს ზემოთ და განვითარდეს სწორედ ეს ფებრილური გულყრა. ამიტომ როდესაც კიდურები არის ცივი უნდა დავათბოთ, როდესაც ბავშვი ხურს პირიქით უნდა გავაგრილოთ. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ნელთბილი წყალი, მხოლოდ და მხოლოდ წყალი, სხვა საშუალება ალკოჰოლი, ძმრიანი წინდები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული. ძალიან დიდი მადლობა თემო დღევანდელი სტუმრობისთვის. რეალურად მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ პედიატრი პროფესორი ბატონი თემურ მიქელაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი, როგორც შევთანხმდით, ეს არის კვებითი რეკომენდაციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, განსხვავებულად ჩამოყალიბებული და თუ საუბრობთ წონასწორობაზე, თუ საუბრობთ დაბალანსებაზე, თუ საუბრობთ რაციონალურ მიდგომაზე, გონივრულ, სწორ, წესიერ გათვლებზე, რასაკვირველია, მხედველობაში გვაქვს პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის მდგომარეობაც და მდგომარეობაც, როდესაც ადამიანის ორგანიზმს ესა თუ ის პრობლემა აქვს. აქ გასათვალისწინებელია, რასაკვირველია, ყველა პარამეტრი, მათ შორის ასაკით. ასაკი, რომელიც ასევე გულისხმობს რაციონალურ ყვებას, განაწილებულს დღიური რაციონის პრინციპით, როდესაც სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, მეორე ნახევარი მარცვლეულბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად და აუცილებლად აერთიანებს სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტებს, სულ ცოტა 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტებს, კიდევ უფრო უკეთესია ცხის არტყელათებზე. ეს ის, რაც შესავლად ყოველთვის გახსოვთ. მაგრამ როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც ოჯახში ჩვენი პატარა ავად არის. როგორია ჩვენი დამოკიდებულება მაშინ, როდესაც ბავშვი ასაკის მიუხედავად თავს ცუდად გრძნობს. რასაკვირველია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ
რატომ არის ბავშვი ავად, რა მიზეზის გამო არის ავად და როგორც შევთანხმდით, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 0-დან 18 წლამდე ასაკის ყველა ადამიანი ბავშვია და ამ ასაკობრივ ჯგუფებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, როდესაც ინდივიდუალურ მიდგომას ვარჩევთ. მიუხედავად ამ კანონზომიერებისა, რომელიც არ გვავიწყდება, არის საერთო მახასიათებელი, დიახ, მიუხედავად განსხვავებისა, არსებობს საერთო მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ავად არის. ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია. ბავშვთან ურთიერთობაში ჩვენ არასდროს გვაქვს მცირე, დაბალი ხარისხის პასუხისმგებლობა, თუმცა ავადმყოფობის დროს უფროსების პასუხისმგებლობა ბავშვის ცხოველქმედების ყველა სფეროს ეხება. კვება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც სასიცოცხლო რესურსების შენარჩუნებაში ეხმარება ორგანიზმს, მით უფრო ავადმყოფობის დროს. და ბავშვის შემთხვევაში ეს არის სწორედ ის წითელი დროშები, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველი, როდესაც ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, მიაქციეთ ყურადღება. ასაკის მიუხედავად, ბუნებრივ კვებაზეა, შერეულ კვებაზეა, გაფართოებულ კვებაზეა, ჩვეულ უფროსებისათვის ნაცნობ კვების მოდელს იზიარებს პატარა თუ კიდევ სხვა რამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენს ოჯახში ბავშვი უარს ამბობს კვებაზე, ეს გახლავთ წითელი დროშა. ასეთ შემთხვევაში დრო არ უნდა დაიკარგოს და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მდგომარეობა გახლავთ მაშინ, როდესაც ბავშვი არა უბრალოდ კვებაზე ამბობს უარს, ამბობს უარს საკვებ პროდუქტებზე, ზოგადად და ცალკეულ მისთვის საყვარელ პროდუქტებზეც კი, არამედ როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყალზე. ეს გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განგაშის ნიშანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წითელი დროშა და ეს ის მდგომარეობა, როდესაც არც ერთი წამის დაკარგვის დრო არ გვაქვს. ორგანიზმის ავადობის პერიოდში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც ისედაც გაზრდილია წყალზე მოთხოვნილებას, როდესაც სითხეს, წყალს ადამიანის ორგანიზმი და ბავშვის ორგანიზმი ძალიან სწრაფად კარგავს კანიდან ოფლის სახით, ამონასუნთქი ჰაერის შემადგენლობაში, შარდის შემადგენლობაში, განავლოვანი მასის შემადგენლობაში და ეს დანაკარგი მკვეთრად მზარდია ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჩვენ არაადეკვატური მომარაგების შემთხვევაში, სითხის შევსების არარსებობისას ნამდვილად უნდა ვაფრიალოთ წითელი დროშები და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ჩვენ ხშირად ისე გვეშინია ხოლმე პატარების ავადმყოფობის, რომ გურჩევნია მაშინვე წავიყვანოთ საავადმყოფოში, გურჩევნია გადასხმები გაუკეთონ და ასე შემდეგ. თუ ბავშვს შეუძლია დალევა, თუ ბავშვს შეუძლია პირით საკვების მიღება, არ თქვა თუ არის ამუნარზე, იმიტომ რომ პირით საკვების და სითხის მიღება გახლავთ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების და გამტკიცების საუკეთესო შესაძლებლობა. ეს ეხება ბავშვებსაც და ადამიანებს ნებისმიერ ასაკში. სადაც შეგვიძლია რომ პირით კვება, წყლის მიღება შევინარჩუნოთ, ეს უნდა გავაკეთოთ. განსაკუთრებით, როდესაც ბავშვი ავად არის და ჩვენ გვგონია, რომ გადასხმა იქნება უკეთესი გადაწყვეტილება და პრობლემებს სწრაფად მოვაგვარებთ, ნაკლებად დამზოგავი მეთოდი ავირჩიოთ და ავირჩიოთ წყლის მიღება. მივცეთ პატარას წყალი, მივცეთ შვილებს წყალი, მივცეთ ბავშვებს წყალი. თუ ბავშვი რაღაც მიზეზის გამო სიამოვნებით არ იღებს წყალს, მაშინ როგორ ვიქცევით? არადა სითხის შევსება გვჭირდება, სვამს წყალს, მაგრამ არც თუ ისე ხალისით. ასეთ შემთხვევაში ექიმები მიდიან კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე. წარმოგიდგენიათ, ექიმი, რომელიც სხვა შემთხვევაში სიმშვიდის ფაზაში მშობელს ურჩევდა ტკბილი გაზიანი სასმელი შეეთავაზებინა ბავშვისთვის. ან ურჩევდა მარილიანი ჩხირები შეეთავაზებინა, ან მლაშე პროდუქტი შვილისთვის. ან ნაყინი შეეთავაზებინა ბავშვისთვის. არადა ეს ის მდგომარეობა, როდესაც ექიმი ხშირად თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ხშირად თვითონ ურჩევს მშობელს, რომ თუ წყალს საკმარისი რაოდენობით არ სვამს ბავშვს, მაგრამ ბავშვს აქვს უნარი და სურვილიც მიიღოს სითხე, ეს შეიძლება იყოს წვენის სახით,
ძალიან ხშირად ბავშვები უფრო მეტი ხალისით იღებენ ხოლმე ტკბილი გაზიანი სასმელების სახით. ეს კარგი არჩევანია, ეს საუკეთესო არჩევანია, რასაკვირველი არა. მაგრამ ეს არის კომპრომისული არჩევანი, როდესაც ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში გვჭირდება სითხის შევსება, მათ შორის, როდესაც მასტიმულირებელი, ანუ წყლის მოხმარების მასტიმულირებელ საკვებს თავაზობთ, მაგალითად მარილიანჭხილი, მლაშე პროდუქტი, რომელიც მოაწყურებს მეტად და ბავშვი მეტი სიამოვნებით, მეტი ენთუზიაზმით დალევს წყალს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ყველა ის პროდუქტი, რომელიც თვით დნობით სითხედ იქცევა. ნახეთ რა მაქვს ხედულობაში. პროდუქტი შეიძლება გამოიყურება კი არა, მართლაც არის როგორც დესერტი, ასე ჩაფიქრებული. მაგრამ იმის გამო, რომ მასში თხევადი მასა დაბალი ტემპერატურის პირობებში მკვრივ ნაწილად არის ქცეული და თვითდნობით, ანუ ოთახის ტემპერატურაზე მას შეუძლია სითხედ იქცეს, ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ნორმის ფარგლებში 36-დან 37 გრადუსი აქვს. მაღალი ტემპერატურის პირობებში კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი. სითხედ აქციოს ასეთი პროდუქტები და ეს ეხება მაგალითად ჩვეულებრივ ხილის წვენსაც, რომელსაც გაყინულ მდგომარეობაში ვინახავთ და შემდეგ ჭხირზე წამოცმულს როგორც ალტერნატივას ისე შევთავაზებთ. ასე უნდა მოვიქცეთ ყოველთვის, როდესაც ბავშვს წყალი წყურია, ან გვინდა რომ წყლის მიღების ჩვევა განვამტკიცოთ. რასაკვირველია? არა, მაგრამ ეს ის მდგომარეობა, როდესაც პატარა ავად არის, როდესაც უჭირს საკვების და სასმელის მიღება და გთანხმდება ასეთი პროდუქტების მოხმარებაზე, გამოვიყენოთ ხრიკები ეშმაკობისათვის. სხვადასხვა ძალიან ხშირად იქ სადაც არ გვაქვს რძის მიღება დაკავშირებული სირთულეები, რძის შაქრის აუტანლობა, ალერგია კონკრეტულ პროდუქტებზე და ასე შემდეგ კონკრეტულ ცილოვან სეგმენტზე, ჩვენ შეგვიძლია რძეც გამოვიყენოთ და რძის ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად მაწონი, იმისათვის რომ მაგალითად მედიკამენტების მოქმედების ხარვეზი ნაწლავზე გადავფაროთ და წყლის მოთხოვნილება გარკვეულწილად დავაკმაყოფილოთ. კომბინაცია როგორიც არის თაფლი რძესთან, ზოგიერთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული და ეს საკითხი ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ პედიატრთან გავლილი, რომ ამგვარი კომბინაცია საკმაოდ მაღალ ალერგიული პროდუქტების, რომელთა მიმართაც შეიძლება იყოს მომატებული მგრძნობელობა, პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების აუტანლობა და გადამუშავების ხარვეზი შეიძლება გქონდეს ბავშვს, აი ეს პროდუქტები არ მოუტანს ზიანს თქვენს პატარას და იქნება კეთილისმყოფელი. თუ ეს საკითხი გავლილი გაქვთ პედიატრთან, რა თქმა უნდა შეიძლება გამოიყენოთ. რასაკვირველია, ყველა ის პროდუქტი, რომელსაც სიფრთხილით ვიყენებთ ხოლმე პროცესირებულობის გამო, შაქრით დატვირთვის გამო, მარილით დატვირთვის გამო, ცხიმით დატვირთვის გამო, როგორც კერძად არჩევანი შევთავაზოთ ბავშვებს, ავადმყოფობის დროს არ არის მიზანშეწონილი. ისევე როგორც არ არის მიზანშეწონილი კონსერვირებული პროდუქტების გამოყენება, თუნდაც სახლის პირობებში მომზადებულ კონსერვებზე ბევრჯერ გქონდეთ ჩვენი ინფორმაცია მოსმენილი. კიდევ უფრო სარისკოა ოჯახის პირობებში საეჭვო პროდუქტები, როდესაც თქვენ კრიტიკულად არ შეაფასეთ ბომბაჟი, შემღრევის ხარისხი და ასე შემდეგ. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი თავისებურება. არ გამოიყენოთ ბავშვი, როდესაც ავად არის პირველად რომელიმე ახალი პროდუქტი. როგორც საინტერესოდაც არ უნდა ეჩვენებოდეს თქვენს პატარას. როგორი მომხიბლავი გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს, სუნი, გემო და სხვა მახასიათებლები, საცდურად არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ეგზოტიკურ პროდუქტს, პირველად ბავშვის ავადმყოფობის დროს ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი არ ხართ და თქვენ არ მოგისმენიათ ჩემი რეკომენდაციები გოგლი-მოგლის შესახებ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გოგლი-მოგლი არ არის კარგი არჩევანი. გოგლი-მოგლი არ არის კარგი პროდუქტი ნედლი კვერცხის და დიდი რაოდენობით შაქრის გამოყენების გამო. და კიდევ უფრო გაუმართლებელია ასეთი პროდუქტის გამოყენება სალმონელოზის რისკის, ანთების ხელშემწყობი შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენების რისკით, განსაკუთრებით მაღალი ალბათობით უფრო ზიანის მომტანია ბავშვის ორგანიზმისათვის, ვიდრე სიკეთის მომტანია, ამიტომ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თუნდაც ოჯახური ტრადიციის და მრავალი თაობის გამოცდილების შესაბამისად. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.
როდესაც ბავშვი ავად არის, ერთია ჩვენი სურვილი გამოუყვებოთ ჩვენი შვილები და არ დასუსტდნენ, მაქსიმალურად ბევრი პროდუქტი მივაწოდოთ. მაგრამ მეორეა ობიექტური შესაძლებლობა. ორგანიზმი ავადმყოფობის დროს იბრძვის და აი ამ ბრძოლაში ჩვენ მხოლოდ უნდა დავეხმაროთ პატარებს და არ შეუშალოთ ხელი. მათი საბრძოლო დაცვითი ძალების გაძლიერებას. უფრო მეტიც, ძალიან მნიშვნელოვანია თუ ბავშვს აქვს დისკომფორტი საკვების მირთმევისას, დავაკვირდეთ ეს დისკომფორტი რას უკავშირდება? ღეჭვას, ყლაპვას, მონელებას, ამ საკვების გადამუშავებას, თუ სხვა კომპონენტებს. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ექიმს უთხრათ. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება საგემოვნო თვალსაზრისით, როდესაც ბავშვს სურდო აქვს, ყნოსვა, გეგმო შეეცვალა. შეიძლება ძალიან საყვარელი და ძალიან სასარგებლო პროდუქტი არ მოსწონს და სხვა პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. უნდა წავიდეთ დათმობაზე. რასაკვირველია, ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა მოусმინოთ ბავშვს, რომელიც თავის მხრივ უსმენს თავის ორგანიზმს. დავაკვირდეთ ბავშვის მდგომარეობას ყველა საკვების მიღებასთან მიმართებაში და ასე დაკვირვებით მოვახერხოთ რეაგირება იმისთვის, რომ საკვები ტვირთად კი არა, დამხმარე საშუალებად, ძალიან მნიშვნელოვან მეგობრად ექცეს ჩვენ შვილს და არ დაგვავიწყდეს, რომ დაბალანსების პრინციპი, ყველა ჯგუფის საკვების გამოყენების პრინციპი არ უქმდება ავადმყოფობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავადმყოფობის შემდეგ წავე პერიოდის მერე ნელ-ნელა იკრებს ორგანიზმი ძალას, აი ამ დროს უფროსების პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება ფრთხილად, ფაქიზად, დამზოგავად შემოვიტანოთ ყველა ჯგუფის პროდუქტი დოზის რეჟიმის გათვალისწინებით, არა ერთფაშად დიდი რაოდენობით, არა ყველა ჯერზე დატვირთვით, არამედ ისე როგორც პატარა სესიამოვნება, ფრთხილად, შერჩევით, დაკვირვებით და შედეგების გაანალიზებით. ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი დამხმარე და მეგობარი ყოველთვის იქნება თქვენთვის ბავშვის პედიატრი და არ დაიზაროთ, გაუზიარეთ მიმდინარე მოვლენები და ფაქტები, აუცილებლად გაუზიარეთ სპეციალისტს. დღეს იყო რეკომენდაციები დაკავშირებული ბავშვებთან და განსაკუთრებით მდგომარეობასთან, როდესაც ბავშვი ავადაა, თუმცა ბავშვების კვება ეს არის პრაქტიკულად ჩვენი მომავლის კვება, ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი მომავლის კვება, ამიტომ როგორ არის ბავშვი ნაკვები, ეს არის უფროსების პასუხისმგებლობა და ჩვენ სინდისზეა, როგორი იქნება ჩვენი საზოგადოების მომავალი თაობა. მე ამ სიტყვებით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.